სახელთა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა. ამინ. ძმანო და დღეს ნაცვისცემლის სენება და ჩვენი გონება მიმართულია უდაბნოსკენ, სიმყუდროვისკენ, სიჩუმისკენ, ნავსაყუდელისკენ და დღეს მე მინდა სინანულის შესახებ ივანე ოქროპირის ხადაგებიდან ამონავიდი წავიკითხოთ და ეს ხადაგება არის სულიერი ოქროს ზოდები, უზარმაზარი საგანძური ფასდაუდებელი და მე მინდა როგორც ყოველთვის ქრისტეს ეკლესია ამდიდრებს თავის მსმენელს, თავის მრევლს დღესაც გაგამდიდროს. მე შემეძლო ნამდვილი ლოდები მომეტანა ოქროს, ნამდვილი ლოდები და დამერიგებინა. შემეძლო რა გაგებინო. თქვენ იცით ჩვენ წლების მანძილზე ვაფიქსირებთ, ვამბობთ რომ მორწმუნე ადამიანს ღმერთი ყველაფერს უსრულებს, ყველა თხოვნას უსრულებს. და ჩვენ რო გვეთხოვა, რო უფალო მომადლე დიდი ოქროს ზოდები რომ მივიტანო და მრევლს სათითაო დაურიგო და გავამდიდრო, ღმერთი მომცემდა ამას, აუცილებლად. მაგრამ ვიცით რა ჩვენ ქრისტიანებმა რომ ერთხლის მოყარეობა ერთ-ერთი უდიდესი ბოროტება, ამიტომ აზრადაც არ მოცვლია ესეთი თხოვნა. თქვენ გახსოვთ თვალსაჩინოებისთვის მინდა ვთქვა. თქვენ გახსოვთ რომ როცა ვეფხისტყაოსანში ეს როცა ნესტან დარეჯანი დატყვევებულია ქაჯეთის ციხემდე სხვაგან, მეფეს იმდენად მოეწონება ნესტან დარეჯანი რომ უნდა შვილისთვის, პრინცისთვის და მომავალ დედოფლად ამზადებს, მაგრამ შვილი წასულია და მანამდე თავის მონებს, ქვეშევრდომებს დაავალებს რომ ნესტან დარეჯანი ჩაგეტილი ყავდეთ და ნუ მოკლედ მიხედონ და რომ ამ ესკალი ან არ გაიქცეს და უამრავი მონა მეფის ბრძანებით თვალყურს ადევნებს ნესტან დარეჯანს. ნესტან დარეჯანი მათ აძლევს უდიდეს განძს, ბრილიანტებს, ოქროს და იმდენად დაბრმავდებიან, წარმოიდგინეთ ძმანო და და რომ გააპარებენ ნესტან დარეჯანს. აი რა სიბრუე და იქვე აღნიშნავს შოთა რუსთაველი, ნახეთ თუ ოქრო რასა იქნს კვერთხი ეშმაკთა ძირის. გესმით ძმანო და დანო, მე ახლა როცა ვეფხისტყაოსიდან ამონარიდებს იკითხავ რა პოეზიის საღამოს კი არ მართავ, თქვენ იცით რომ ეს არის უდიდესი მართლმადიდებლური ფილოსოფია ვეფხისტყაოსი. და ამიტომ ძმანო და დანო მე მომაქვს სულიერი ოქროს ზოდები და არ მომაქვს ნამდვილი ოქროს ზოდები. იმიტომ რომ კიდევ ვიმეორებ, ეშმაკის კვერთხს როგორ მოგიტან და ეშმაკის თანაზიას როგორ გახდით ძმანო და და. და იქვე შოთა რუსთაველი ამბობს რა ოქრო მისთა მოყვასთა აროდეს მისცემს ხენასა, არ მოგცემ ბედნიერებას. დღეთ სიკვდილამდის სიხარბე შეაქნებს კვილთაღჭენასა, სიკვდილამდე იქნება სიხარბე და სიკვდილამდე იქნება სულ გაგიჟება ძმანო და და. შესდის და გაზდის აკლია რაც არ უნდა მოემატოს, ემდურის ეთლთარბენასა რაც არ უნდა მოემატოს, თუ დააკვდება მით უმეტეს სულ მწუხარებაშია,
კვლა აქა სულსა დაამარს დაუშლის აღმაფრებას ესე იგი სულიერ ცხოვრებას ლიანად ესე იგი სულიერ ცხოვრება აღარ იქნება ესე ადამიანის ზმანოდა და ის რაც შეგვიყვი ეს ოქროს ზოდები ცოტა ხანში მოგართმევდა დიდ სულიერ სარგებელს მიიღება მაგრამ მანამდე მე მინდა ზმანოდა დანო ერთი რამ ითხრათ თქვენ იცით რომ ჩვენ მოვილაპარაკეთ რომ ჩემი სიტყვა ეს არ არის მარტო ქადაგება ეს არის საუბარი თქვენთან და რაღაცაერთ ორგანყოფილებად არის ყოველთვის პირველი განყოფილება საუბარი მეორე განყოფილება ქადაგება ან შეიძლება არის ხოლმე ზოგჯერ პირველი განყოფილება ქადაგება მეორე განყოფილება საუბარი ან ზოგჯერ იმდენად შეზავებულია და ერთმანეთში არეული რომ ეს პირველი და მეორე განყოფილება ან საუბარი და ქადაგება ესე ვერ გამოარჩევდა თუმცა ამ საერთო ამ ესე იგი სიტყვაში კიდევ მეორე ნახევარი საუბარია და ნახევარი ქადაგება მე ამას იმიტომ ვამბობ ეხლა მინდა გესაუბრო რომ ზოგიერთი კიდევ ამბობს რომ ეს რა საჭიროა ჩვენ მარტო სულიერი გვაინტერესებს და ასე შემდეგ მაგრამ საუბარი მაინც საჭიროა ვიღაცას არ ჭირდება ვიღაცას ჭირდება გამიგე ვიღაც დიდ დონეზეა სულიერ დონეზე ვიღაცა არ არის ასე სულიერ დონეზე ამიტომ ზმანოდა იმათაც ჭირდება და ამაღლებულზე თუ არის ესეთი ვინმე ამაღლებული სულიერად იმისთვის ქადაგება ვინც დამწყებია იმათვის საუბარით საჭირო და ასე შემდეგ ეხლა მე რა მინდა და რა მინდა რომ თქვა გამოვიდა არაჩვეულებრივი წიგნი თუმცა ეს საუბრები არ არის რაღაც გართობა ეს საუბრები არის ან სამშობლოს სიყვარულზე ან ყოფით ცხოვრება მაინც საჭიროა და მაინც სულიერი გამოვიდა არაჩვეულებრივი წიგნი დიდებული გამოცემა ტაო კლარჯეთი ნარკვევები და ისტორიები თუ რაღაც ესეთ ნუ მიხვდებით ძალიან ესეთი გამოცემა არ მინახე ძალიან კარგი გამოცემა დავიწყე კითხვა უფრო დათვალიერება ცოტა რამ წავიკითხე არაჩვეულებრივი სურათებია მოცემულია ილუსტრაცია არაჩვეულებრივი ზმანოდა და ნუ ვიტყვი მე ამას არ დავფარავ ტირილი დავიწყე იმიტომ რომ ეს ჩვენ დაკარგული გვაქვს არა მარტო ტირი მუშტები უტრი მაგიდას კარადას კედლებს და რაღაცა სასოწარკვეთილებაში რომ ჩავარდები ისეთი გრძნობა მქონდა რომ როგორი უსამართლობაა ეს რომ ეს ყველაფერი დღეს თურქეთის ტერიტორია ეს ძირძველი მიწა-წყალი ქართული ეს საოცარი ხარწერა საოცარი არქიტექტურა ზმანოდა დანო საოცრე ეს რამოდენიმე მათგანი იუნესკოშია შეტანილი იცით თქვენ ოშკი იშხანი და თუ მოინდომებს თურქეთის მთავრობა კიდე ბევრს შეიტანენ ამ 4-ს და სხვადასხვა კიდევ საოცარ ტაძრებს ზმანოდა და გამწარებული ვიყავ თან ერთი ამბავი გავიგე რომ ტაქსის ბრძოლს განუცხადებია მე მგონი Facebook-ში დევსო ჩემმა ბავშვებმა ითხრეს რომ ვიღაც ირანელი თუ არაბი ჩაუსვია და ამ არაბს დაუწყია დაცინვა გამტრეული ქართული ენით თქვენ საწვდაო ქართველებო რაღაც ვითომ ეხუმრებოდა ჩვენ ვიცი რამდენი ვართ უკვე აქაო მალეო თქვენზე მეტი იქნება და ჩვენი იქნება საქართველო ამ გულმხურვალე პატრიოტს გაუჩერებია მანქანა გადმოუყვანია ეთყობა ისეთ ადგილზე მიაჩენ რო არ არის თვალთვალი გაუჩერე გადმოუყვანია ეს გაფუჭებული კაცი და უცემია მაგრამ მოსულა პოლიცია დაუნახია და მოსულა პოლიცია თუ ამას გამოუძახია ხა არ მახსოვს და პოლიცია მოსულა და პოლიციას უთქვია რომ რა საკეთებო ეს რომ რატო გალახეს ადამიანო და უთქვია რომ ამ ძღოლსა ესე
თქვა შენ გენაცვალო ამ პოლიციაში მახელებში ხო და მოდი აღარ გავაგრძელებ გაუშვია რა თქმა უნდა ეს კაცი აქეთ დაუწყია რომ შენო დაჩაგრეო ეს ასე უთქვი ამ პოლიციას მოდი ახლა გავაგრძელოთ ჩვენ საუბარი ამ ძღოლს და იმ პოლიციელს გაუმარჯოს და დაალოცოს ღმერთმა ისე ზმანო და დანა ხო და მე კიდევ გული მწყდება გული რომ ეს ამხელად აწრები ესეთი თურქეთის ხელშია რომ ესე გვეუბნებიან მალე ჩავიგდებთ ესე ჭობენ ისინი ამაზე რა თუნდა ახლა ლაპარაკი ესენი ჭობენ უკვე დიდი ხანია ვიცი ჩვენ რომ ემზადებიან 2000 მონაცემებით ესია რომ 2050 წელს ლამაზად გადაიბირებენ საქართველოს ჩვენი უნიათობის გამო და იმის გამო რომ ოჯახებს აქვთ და არ ვაძლევთ ამას დიდ ყურადღებას და ზოგიერთი ქრისტიანიც მაოცებს რომ თავარი ასულიერება და არა გამრავლება როცა საქართველოს სადაც უჭირს ის არის თავარი მაგრამ აი ესეთ მდგომარეობაში ვარ და მართლა ვიზნავაბრალოთ რაც ჩვენი ბრალია ძმანო და დანო მაგრამ მე რა მინდა ვთქვა რომ აი გული გამიწყდა და იმდენად სუდად ვიყავ იმდენად სუდა და მომივიდა ეს აზრი რომ აი ვეფხის ყავსას ხომ მაინც ვერ წაგვართმევ და ჩვენ უნდა ვიცოდეთ რომ აი ასეთებს როცა ესე გვეტყვიან კადრიერა ჩვენ უნდა უთხრათ თქვენ საბრალო საწოდავებო სულ რომ წაგვართვათ მართლაც საქართველოს ჯერ უნდა იცოდეთ და უნდა ვიცოდეთ და ნამდვილად ესე იქნება რომ საქართველოს ბოლომდე დარჩება უწმინდესმა და უნეტარესმა ამ დიდმა წინასწარმეტყველმა მე გითხარით თქვენ რაც თქვა უწმინდესო ყველაფერი ახდა დიდმა წინასწარმეტყველმა ასე ვიტყოდი თქვა გადაგებაში მე ერთხელ მოვისმინე ჩემი ყურით და რომ მეორე მოსვლამდე სვეტი ცხოველი იქნება ხელუხლები. სხვათა შორის იგივე თქვა შემდგომ მამა არქიმანდრიტ კარელინმა, არქიმანდრიტ რაფაელ კარელინმა. იცით თქვენ დიდი ესეთი სულიერებით გამოირჩევა მამა რაფაელი და თქვა რომ მეორედ მოსვლამდე წირვა ბოლომდე იქნება სვეტში. რაც იმის გარანტია რომ საქართველოს იქნება ბოლომდე. ამის იმედი გვაქვს. და ვერ მივართვით, მაგრამ რაც არ უნდა გვაჯობონ და ბევრი იყვნენ ძმანო და დანო, ჩვენ ვერ წაგვართმევენ ვეფხის ყავსას. რომლითაც ჩვენ მათზე ამაღლებული ვიქნებით ყოველთვის. ისინი ვერასოდეს გადმოგხედავენ ზემოდან. ჩვენ გადავხედავთ მათ ზემოდან ძმანო და დანო. ეს ერთადერთი შემთხვევა, როცა ზემოდან გადახედვა მოსულა ასე ვთქვათ. ძმანო და დანო. და იმდენად დავწნა დავიწყე ფიქრი და შეუსაბამე კიდევაც დღევანდელ დღის თემას, რომ სულიერი ცხოვრებისთვის კი არ არის საჭირო განმარტოება ძმანო და დანო მარტო, არამედ თუ რამ კი შექმნილა კაცობრიობაში, თუ რამ შექმნილა ხელოვნება მუსიკის დარგში, მხატვრობის დარგში, არქიტექტურაში და ასე შემდეგ ყველა დარგში ყველაფერი შეიქმნა სიწყნარეში და სიჩუმეში. აი გარდაიცვალა გენიალური მსოფლიო დონის კომპოზიტორი ქართველი ჩვენ და სასიხარულოდ ქართველი თორემ რომ გარდაიცვალა სამწუხაროა და გია ყანჩელი და ზუსტად გია ყანჩელი ესია შეფასებული სიჩუმის კომპოზიტორი. იმიტომ რომ მას ინტერვიუში უთქვამს თურმე რომ მე მიყვარსო ჩუმი წყნარი მელოდიებიო და მე მიყვარსო არა ტაშიო არამედ მე მიყვარს პირიქით ისე რომ მოხიბლავ მაყურებელს რომ მუსიკის მელოდიის დამთავრების შემდეგ ტაში კი არა სიჩუმე ისარგებლებს და რაც უფრო მეტია ხანგრძლივი ეს სიჩუმეო აი ეს არის დაჯილდოებაო მე მახსოვს 5 წამიო მე მახსოვს 10 წამიო ესეთი დაჯილდოებაო და ერთხელ მახსოვს 55 წამი ესე იგი მოაჯადოა ბრჭყალებში ასე ვთქვა მსმენელი მისმა დიდებულმა მელოდიამ და მაყურებელი დაშის ნაცვლად გაუგნებული თითქმის 1 წუთი იჯდა და უსმენდა თავში ტრიალებდა ისევის მელოდია ძმანდა ასე რომ და მომივიდა აზრად ესეთია თავში გავივლე
შოთა რუსთაველის ხომ სიწყნარეში, სიჩუმეში, სადღაც ნავსაყუდელში დაწერდა თავის გენიალურ პოემას და დაიწყე ფიქრი ნეტავს სად. აი, იფიქრია თოდესმე, სად დაწერა ვეფხისტყაოსანი შოთა რუსთაველმა და დაიწყე ფიქრი და ესეთი პირველი მომივიდა, რომ ალბათ თბილისის ნარიყალას ციხის ზედა სართულზე დაწერა იჯდა იქ შოთა და დაწერა ვეფხისტყაოსანი და რატომ მომივიდა ეს ასე? თქვენ იცით ქაჯეთის ციხის აღწერა ვეფხისტყაოსანში. ჩემმა ბიჭმა დავითმა მითხრა ესეთი უცნაური რამ, რომ რამოდენიმე თვის უკან ქარვასლაში მუშა ჩავარდა რაღაც საკეთები. იცით ალბათ ეს ამბავი, რა ვიცი, მე არ ახმაურებენ ჯერ. ჩავარდა სარდაფში, ძალიან დიდ სარდაფში. ჩავიდნენ და რას ხედავდნენ, რაც დარბაზები ჩემმა ბიჭმა გადაიღო, არ უშვებენ იქ არავის, მაგრამ მეგობარი ყავს და შეუშვა. მე ხლა ვთხოვე და უნდა ჩამიყვანო იმ დარბაზში. და ეს დარბაზები ძალიან დიდი დარბაზები, ეხლა ამზადებენ ღვინის სარდაფები. და ძალიან დიდი დარბაზები, ძალიან შთაბეჭდავი. 1-2 მიდის კიბეები ადიხარ ზემოთ და ადის ნარიყალას ციხემდე, ციხეში შედის მანდა და გესმით რა სასწაული რამ აღმოაჩინეთ. და მე ფიქრობ, რომ შესაძლებელია რუსთაველი იქ იჯდა, ესეთი კი არ იყო ნარიყალას ციხე, ხა ჩვენ რო ზმანოდა და სპარსელი ისტორიკოსები წერენ, რუსებმა ძალით ააფეთქეს თუ რაღაცა მოხდა და თავის დააფეთქდა იქ დენტი, არ ვიცი, ტყვია წამალი. აი, ძველ ფოტოებს თბილისობა იყო, გუშინ და კონცერტი ალბათ ყველა მოყურა, ძალიან შთამბეჭდავია ნარიყალას ის ფონი იყო, სულ აჩვენებდნენ ნარიყალას ციხეს, ამ გალავანს და იქ თქვენ ხედავთ გალავნის შუაში არის ძველი ფოტო, დიდი ციხე, აი ის იყო ციხე, სადაც აფარებდნენ თავს. და აშკარად ეთქობა, რომ გადაჭრილია. აი ეგ ციხე იყო ძალიან მაღალი. ეხლა შემორჩენილია ნაწილი, ზმანოდა და ტურისტები სულ ადიან და იქიდან იხურებიან ქვემოთ დიდი უსტრული ჩანს. და აი ეს იმ ხელაზე იყო ასული და ბოლოს თურმე კოშკივით იყო და ბოლოს იყო ესე იგი ოთახი, ბოლო ოთახი. და სპარსელი ისტორიკოსები წერენ, რომ თბილისის ციხე ძალიან უყვარდა. თბილისს თვლიან სპარსელები მესამე სიწმინდით მართვის მესამე ქალაქად სიწმინდით ზმანოდა და მე მგონი მექა, იერუსალიმი და თბილისი. და თბილისის ციხეო, ამ ნარიყალას ციხეზეა ლაპარაკი, თბილისის ციხეო, მისი თავი, მისი მწვერვალი, კოშკიო, ვარსკვლავებს ეთამაშებო სიმაღლე. და ფიქრობ, რომ შეიძლება იქ იყო და იქ წერდა შოთა რუსთაველი. იმიტომ რომ და გადმოხურებდა თბილისს. იმიტომ ნახეთ ქაჯეთის ციხის აღწერა. ქალაქსა შიგან მაგარი, კლდე მაღალი და გრძელია, მას კლდესა შუა გვირაბი, ასაძრომელი ხვრელი. აი ეს რაც აღმოაჩინეთ, ეხლა ზმანოდა და ჩვენ სხვაგან წერს ციხეს ვზი, ეს უკვე ნესტანდარიჯანი რო წერს არის ციხეს ვზი ეგზო მაღალსა თვალმი ზვლივ გარდასწვდებია გზა გვირაბითა შემოვა ცველნი მუნზე და დგებია აი ისე გვირაბი ან იქნებ შოთა რუსთაველმა თავის უკტავი ვეფხისტყაოსანი დაწერა ქაჯეთის, ანუ ქაჯის ციხე. ეს ალბათ ყველას გაგიგია, აი აოკლავჯეთშია, ზუსტად ვინც იმოგზაურებთ იპოვეთ ეს ადგილი და ეს ციხე, ზმანოდა დანო გაიგეთ ერთ მოგზაურობას თუ არავის შეიძლება იპოვით მეორე მოგზაურობის დროს და ასე შემდეგ. მით უმეტეს ქაჯეთის ციხე მესხეთშია, ზმანოდა დანო და ამიტომ ვიფიქრე, რომ იქნებ იქიჯდა რუსთაველი. თან ერთი საოცარი ამბავი უნდა გითხრათ. ეს ქაჯეთის ციხე, ანუ ქართული ციხის შესახებ ქრისტეს შობამდე მე-6 საუკუნის ბერძენი ანონიმი ავტორი წერს. მსოფლიოს უმძლავრესი ციხეა ქაჯეთის ციხე. მასთან ტროას ლეგენდარული კედლებიც ვერ მოაახლოს. გესმით, მამოდა და
რაც იხები და მოდი ახლა ნუ გაგახსენდება სიმონ ჩიქოვანის ლექსი ქართლში ისა ესე იგი სიმონ ჩიქოვანის ლექსი რომ ვინა თქვა თითქოს პატარა იყოს ჩემი სამშობლო დიდების ღირსი ქართლში ვინ პოვა პატარა ციხე ვინ მოიგონა სიმცირე ის აი თურმე სიმცირე და პატარაობა კი არა სოფლიოს ლეგენდარული უდიდესი ციხეაო აგერ ბერძენი რომ ამას დაგიწეს და ტროას კედლები ახლოსაც ბერნივა მასთან მეტირება რომ კითხულობ ამ სიტყვებს და ვიფიქრე რომ ქაჯეთის ციხეში ხوار იჯდა და იქ წერდა ზმანდა და მით უმეტეს ესე იგი მესხეთშია ეს ციხე და აი რუსთაველი როგორ ამთავრებს თავის პოემას გასრულდა მათი ამბავი ვითა სიზმარი ღამისა გარდახდეს გავლეს სოფელი ნახეთ სიმუხთლე ჟამისა ვის გრძლად გონია მისთვის არის ერთისა წამისა წერმი მე მესხი მელექსე მე რუსთველისა ამისა და რას ამბობს ეს ანონიმი ავტორი ბერძენი კიდე ვიცით მანოდა დანო რომ ამ ქაჯეთის ციხეში ანუ ამ ქართულ ციხეში ქრისტეს შობამდე რა თქმა უნდა წერს რომ ცხოვრობსო გრძნეული ხალხი ჯადოქრობის დიდი მწოდნელი გამიგე და ნახეთ რუსთაველს როგორ უწერია როცა ფატმანი ეუბნება ესე იგი ავთანდილს იქო ქაჯნი სახელად მით ქვია არიან ერთად კრებულნი კაცი გრძნებისა მწოდნელი ზედა დახელოვნებულნი იქმა რასმე საკვირველსა მტერსა თვალთა დაუბრმობენ ქართა აღძვრენ საშინელთა ნავსა ზღვაზღვად დაამხობენ ვითახმელსა გაიგვენენ წყალსაწმინდა დააშრობენ სწადდეს დღესა ბნელად იქმან სწადდეს ბნელსა ანატობენ ხედავთ რა ჯადოქრები იყვნენ მაგრამ როგორ ემთხვევა იმ ისტორიკოსის და შოთას ეფხისტყაოსის ამ ქაჯეთის ციხის იქნებ იქიჯდა იმ ზემოთ იმ წევაზე ამ სოფლიოში ყველაზე დიდი ციხის ერთ-ერთ ოთახში და იქ წერდა ვეფხისტყაოსას შოთა რუსთაველი ან მომივიდა აზრად კიდევ რომ ან იქნებ ის ჩვენი დედაქალაქი რო იყო ერთ დროს არტანუჯი რაღაც საოცარი არტანუჯი ძმანოდა და ამის შესახებ ბევრჯერ ვისაუბრია ჩვენ იქნებ იქიჯდა და გამახსენდა ასევე ლადო ასათიანის ლექსი და აი რატო იჯდა შეიძლება იქ იმიტომ რომ მან ჩვენ ვიცით რომ თამარისგან მიიღო ვეფხისტყაოსნის დაწერის ესე იგი თამარმა დაავალა შოთას ვეფხისტყაოსნის დაწერა და ჩვენ არის ესეთი ვარაუდი და ჩვენც ვემხრობით ამ ვარაუდს რომ ეს იმიტომ მოხდა რომ თქვენ იცით იმ დროს ჩრდილოეთ კავკასიაში გამოჩნდა უცნაური ახალგაზრდები უცნაური იდეით შეპყრობილი აი როგორც ახლა ხიპები რო იყვნენ მე-20 საუკუნეში და არა რელიგია ყველაფერს გადაუსვეს ხაზი მაგრამ იდეური იყო ისეთი კი არ იყო მარტო ათეისტური იდეური გადაუსვეს ყველაფერს ხაზი და გამოაცხადეს რომ ჭეშმარიტება არის დროს დარებაში. გამიგეთ? რომლის მიმდევარი იყო შემდეგ ლაშან სამწუხაროდ ჩვენი მეფე თამარიშვილი. იმდენად საშიში იყო ეს. იმდენად საშიში იყო რომელზე ნამას რო ვახვევენ თავს და იზახიან რომ რა გინდა თუ გაანებეთ თავიო თამარმა როგორც კი შენიშნა რომ ესეთი რამ, ესეთი იდეა იყო და ეს ზემოქმედებდა ეს რო არსებობს ესეთი ხალხი ახალგაზრდებზე მოქმედებს, ხო? სასწრაფო დაავალა შოთა რუსთაველის რომ დაეწერა ვეფხისტყაოსანი სადაც ოჯახის დიდება იქნებოდა, ქალისა და კაცის სიყვარულის განდიდება იქნებოდა. ჭეშმარიტი ოჯახისა ესე როგორ დაიცი თქვენ მართლაც ოჯახი რა ძლიფასია ქართული კაცისთვის ძმან მიუხედავად ასეთი მდგომარეობისა რაც დღეს არის საქართველოში მიუხედავად ამისა ნორმალური ქართველი და არანორმალური ქართველიც კი აი კახპაკალები რო არიან ძმანოდა თანო თქვენ ალბათ ინტერვიუებსაც კითხულობთ ზოგჯერ ინტერვიუებში ისინიც კი ოცნებობენ ოჯახზე ძმანოდა და თამარმა დაავალა და აი არტანუჯის შესახებ რას ამბობს ლადო რომ დილისკენ როცა დნება მუქი შუქი მთვარის
გალავანზე გადმოდგება საქართველოს თვალი, იხურება, ჯიხურება დაღრუბლული სივცე, ეს თამარი იხურება არტანუჯის მხრისკენ. აი, ვიფიქრე რომ ალბათ იქ, ან ვიფიქრე ბირთვის ციხე ვეღარ წავედით, ეხლა როგორ წავალ არ ვიცი, ძალიან მიჭირს სიარული, ბირთვის ციხეში ძალიან ბევრი უნდა იარო ფეხით რო ახვიდე, ბირთვის ციხე, ეს იყო ერთადერთი ციხე თემურლენგმა რომ ვერ აიღო, მანოდა და მსოფლიო პრობლემა მეფემ და აიღო ბოლოს იმიტომ რომ იპოვა რაღაც სასწაული მთასვლელი თავის ჯარში კაცი, ეს კაცი ავიდა და დაეღებდნენ მხოლოდ იმას, რომ რო ავიდა ბირთვისის ციხეში თავის რაღაც საოცარი ხელოვნებით, თასვლელობით, ქართველები იმდენად დარწმუნებული იყვნენ ამ ციხეში ვერ ავიდოდა, ეძინათ ყველას, და ერთი კაცი რო დაეტოვებინათ, ერთი კაცი მაინც და ნუ იცით თქვენ ეს ისტორია. შემდეგ შიგნიდან გააღო იმას. თურქმა თუ ქურთმა თუ რაჯიში არ მახსოვს სახლი კარი გააღო და შევიდნენ ესე ბირთვისის ციხეში. შიგნიდან გააღო კი არა ეს გადმოგიდა თოკები და მოკლედ გადეხა შიგნიდან ციხე. და ან იქნებ ვიფიქრე ძმანო და დანო ლამარიაში ხარ წერდა უჟგურში მეთქი. და რატომ მომივიდა ეს აზრი, რატომ მომივიდა ძმანო და დანო? იმიტომ რომ ვეფხისტყაოსანი ახლა ვინც უჟგურში და ლამარიაში ყოფილხარ ძმანო და დანო, იცით ეს რა ადგილია და ღმერთთან ახლოს როგორც სვანები ამბობენ, მაღლა მთებში ღმერთთან ახლოს, ესე რომ იწყება ვეფხისტყაოსანი, რომელმა შექმნა სამყარო ძალითა მიძლერითა ხო, ზეგარდმო არსნის სულითა ყნა, ზეცით მონაბერითა, ჩვენ კაცთა მოგზა ქვეყანა გვაქვს თვალავი ფერითა, მისგან არს ყოველი ხელმწიფე ძალითა მის მიერ. ეს სიტყვები ალბათ ლამარიაში ცოცხლდება ყველაზე მეტად ძმანო და დანო იმ ადგილზე, იქ თამარის რეზიდენციაში. და თვითონ ამბობს თამარს ვაქებდეთ მეფესა სისხლსა ცხრემდა თხეული თქვენი ქებანი ვისმე არ ავად გამორჩეული ნელნად ვიხმარე გიშრის თვა და კალმად მენა ხელი. ან იქნებ გურის მთებში იყო ვეფხისტყაოსანი იქ დაწერა, რადგან იქ ხომ ანგელოსაც დაინახავს მოდარაჯე კაცის თვალი. ან იქნებ აბასთუმანის მთაში იყო და იქ იჯდა და იქ წერდა ვარსკვლავებს ჭრენდა, ეს აზრი მომივიდა, იმიტომ რომ თქვენ იცით რა სასწაულად აღწერს და ელაპარაკება ალყანდილი რომ იდის დაღამებულში ვარსკვლავებს როგორ ელაპარაკება და შემდეგ ამბობს, აჰა, მოწმობენ ვარსკვლავნი, შვიდნივე მემოწმებიან, მზე, ოტარიდი, მუშტარი, დაზვა, ჩემთვის ბდნებიან, თვარე, ასპიროს მარიხი, მოვლენ და მოწმედ უხდებიან, მას გააგონე, რანიცა ცეცხლი, უშვეთ მდებიან. ეს ოტარიდო მუშარი და ეს არის მარსი, სატურნი და ეს ვარსკვლავები ძმანო და დანო. ძველი ენით არის აქ მოცემული და აი რა უცნაურია და რა საოცარია ძმანო და ან იქნებ ამ ადგილები და კიდევ სხვა ადგილს სადმე სხვაგან წერდა ვეფხისტყაოსას ან ყველგან გაზაფხულზე ერთ ადგილს იყო ზაფხულში მეორეს შემოდგომაზე მესამეს მეოთხეს ზამთარში ვინ იცის, მაგრამ მე ეს ყველაფერი მოვყვე, იმიტომ რომ ახალგაზრდებს მიუთითო რომ დღეს ნათლისმცემლობა და სიწყნარე და სიჩუმე თუ არ მოიპოვა ახალგაზრდება და ეს Facebook-ი საჭირო არა თქმა უნდა და შეიძლება იქ საქმიანი, მაგრამ დღე და ღამ რო უყურებენ ეს მოსპობს ვეღარაფერს ვეღარ გააკეთებ ახალგაზრდა. ვერაფერს საერთოდ. სულიერზე აღარ არის ლაპარაკი. შენ პირად ცხოვრებას, ასე ვთქვათ, კარიერასაც ვეღარ მოიწყო. ვერაფერ. იმიტომ რომ გამოგშიგნის სულ მთლიანად და დაკარგა უზარმაზარ დროს. ამიტომ აი ყველაფერი ის რა ზვირფასია შეიქმნა სიწყნარეში, სიჩუმეში, დიდი შრომით, დიდი წვალებით და დიდი დანჯვით. ძმანო და დანო.
ეს ტანჯვა არ არის ის ტანჯვა ჯოჯოხეთური ეს არის ტკბილი ტანჯვა აი გია ყანჩელმა ესეთი რამ თქვა დანელიასთან მუშაობის დროსო ვნახეო ისე მუშაობდა ეს კაციო შემცხოვდა მეტი უნდა დავტანჯულიყავი მეც მეტი უნდა მეშრობ გამიგე მაგრამ ეს ტანჯვა ხო არა ეს სიამოვნება ასია სულიერ ცხოვრებაში როცა ჩვენ ვამბობთ რომ ტანჯვა ხო მარხვა ლოცვა თითქოს მაგრამ ეს ტანჯვაა ძმანდა ეს ხო დიდი სიხარულია ჩვენთვის მოდით ახლა შეპირებული ეს ძალიან ცოტა ამონარიდია მაგრამ იმდენად დიდებულია და იმდენად მეტმა განანათოს გია ანჩელის სული უდიდესი კომპოზიტორის ეს ყველაფერი კარგია მაგრამ ჭეშმარიტებასთან ყველაფერი თამაშობდა ძმანოდა და სათამაშოებია ჭეშმარიტება ეს არის ყველაზე დიდი ამიტომ იმედია გიაზე კი არ ვამბობ გია ჭეშმარიტ ქრისტიანი იყო მართლმადიდებელი იყო მაგრამ რაზე ვამბობ რაც არ უნდა გენიოსი იყო თუ ჭეშმარიტება არ იყო თუ მართლმადიდებელი არ ხარ ძმანოდა დანო ყველაფერი წყალში ჩაყრა ეხლა აი რას წერს ოქროპირი ამ ოქროს წყაროდან ამოიღეს ჩვენმა მრევლმა ოთარ უბრაშვილმა გამოსცა თავის სახსრები ბიბლიოგრაფიული იშვიათობაა მაგრამ ვერ აღწევს ადამიანის ზოგიერთი ყურადღებას დიდი განცია ძმანოდა და ეხლა რა ხდება სინანულის შესახებ ვიპოვეთ აქ ხადაგებები და ამოვწერე ამონაწერი პატარა ამოკლიბე სულ ესე იგი დავყავი 5 ოქროს ზოთს ჩუქნით დღეს ძმანოდა პირველი საყვარელო სინანული არის მოქცევა ბოროტისაგან და ქმნა კეთილის ხედავთ რა ყოფილა სინანული ზოგიერთი რო ამბობს არ მაქვს სინანული მამო ცრემლები არ მომდის რა შვაშია ცრემლები საერთოდ შეიძლება არც მოდიოდეს ცრემლები ნახეთ რა ყოფილა სინანული არის მოქცევა ბოროტისაგან და ქმნა კეთილის ესე იგი შენ თუ მრუშო და აღარ მრუშო მაგრამ ცრემლები არ მომდის შენ სინანულში თუ შენ იპარავდი მაგრამ აღარ იპარავდი შენ სინანულში ხარ არ არის ცრემლების საჭირო თუ წამოვა ცრემლები ამის გამო რომ იქურდე ამას რა ჯობია მაგრამ თავარი აქ ისაა შენ ქურდობას დაახტა გამიგე და ასე შემდეგ რო არ დავწვენა და რამდენად დიდი სიტყვებია შეინანეთ მოახლოებულა სასუფეველი სათა მაცხოვარმა რომ თქვა ჯერ მარტო ამ ქვეყნა მესია მოვლინებულა იმიტომ რომ სინანული ეს არის ბოროტების განშორება და კეთილის კნა და შემდგომ გასაღები მარადიული მეტალი ცხოვრების და შეიწირავს ღმერთი სინანულსა შენსა და არა გარე მიიქცევს პირსა მისა შენგან გამიგეთ ესე იგი თუ ასეთი გახდები სინანულში იქნები ღმერთი შეიწირავს შენს ცხოვრებას შეიწირავს შენს სინანულს მეორე ლოდი ხო კაცო რაღაცა თუ ყოველთა ბოროტა შთამდომი იყო გამარტო ესე იგი გვეუბნება ოქროპი რომ ყველა ბოროტებაში რო იყო ჩამდომი ან რუშობდეთ ყველანაირად თუნდ ჰომოსექსუალისტები ვიყოთ გამიგეთქვათ მკვლელები ვიყოთ რა ვიცი რა ჩამოვთვალოთ შურიანები ვიყოთ ამ შურის გამო სხვებს ზიანს ვაყენებდეთ ყველაფერი რაც კი რამ არსებობს თუ ამ ბოროტებაში შთამდომი იყო ნუ წარიკვეთავს სასულებას ვიმედობაში ჩავალე არამედ თქვი კაც მოყვარი აქვს ღმერთი და ნებას ცხონება ჩვენ ესეც თქვი ნახეთ კაც მოყვარია ღმერთი და უნდა ცხონება ჩვენ ესეც თქვი და განეშორე ცოდასა და მოიქეთ სინანულად და მზად არის ღმერთი შეწყნარება შენ ბეჭედია ამ სიტყვებს მამოდა და შენ ასე ცოდებში ხარ შენ ოღონდ თქვი აღარ მინდა უფალო შემეწია უფალო შენ კაც მოყვარე ხარ მაცხოვრებ მე და პატიებულია ყველაფერი და ღმერთი შეთავაზ ნუ რა თქმა უნდა პატიებული აღსანიშნავი მინდა თქვა მესამე ოქროს ზოგი
ათ უკვე ნუსასო წარკვეთილ ვართ რამე თუ არა ესრედ ბოროტავს სოდვითა დაცემა ბოროტება არ ყოფილა სოდვით დაცემა რაღაცა რომ მოგვია უпроцოდ როგორ არ არის ბოროტება მაგრამ ესეო ესრედ ბოროტება არ არის ეს არ არის დიდი არაფერი ასე ვთქვა იმიტომ რომ ჩვენ მართლა დაცემული ვართ და ეს ბუნებრივია ჩვენთვის სულ ვეცებთ ხო ეს კი არ არის ბოროტება ვითარ დაცემულისა არ აღდგომა სინანულით აი რა შენ რო ეგუები ამას შენ რო არ ებრძვი ამას შენ რო არ დგები დაცემული აი ეს ყოფილა ბოროტება და არა ესრეთ საშინელ ავანტყოფობაი ვითარ არ მკურნალობაი ანუ ეს უკვე მაგალითი მოგვცა რომ ავანტყოფობა კი არა ტრაგედია ანუ სოდვა კი არა სოდვაში რო დაეცემა ტრაგედია ანუ ავანტყოფობა კი არა ტრაგედია არამედ რო არ მკურნალობ გამიგე აი ესა ტრაგედია მეოთხე ზოდი ვინი კადროს თქმა თუ წმინდა ვარ ყოველნაირ ცოდვისა აი რომელი თქვა ყოფილი იტყვის ამაზე ეხლა ჩვენ ვიცით ქრისტიანები თორე სხვები კი ამბობენ წარმართებს ეს გონიათ პირიქით უპირატესობა და ზოგჯერ ვერ ხვდებიან ამ სიტყვას ვამბობ რომ სულიერად პრიკოლები არიან გამოდიან ზოგჯერ და ამბობენ მე წმინდა ადამიანი არაფერი დამიშავება პოლიტიკოსები ზოგიერთი ეს ხო სულიერი ავადმყოფობა და უკროპირ ამბობს ვინი კადრებს თქმა თუ წმინდა ყოველნაირ ცოდვის არამედ სინანულითა განკურნი სოდვანი რამე თუ დიდი წამალი აქვს სინანული და ამას რა ვიტყვი არა ამისთვის რათა უდებებად მოგიყვანო ნუ იფიქრებას ამას იმიტომ კი არ ვამბობ რომ ესე იგი აღარაფერი გააკეთო ცოდვის მორევში გადაეშო არამედ იმიტომ ვამბობ რომ არამედ რათა არავინ ჩავარდეს სასოწარკვეთილი უკვე თუ მოვიქცეთ სინანულად არ შეუძლია სიმრავლესა სოდვათა ჩვენთასა ძლევა სიკეთესა ღვთისას სიკეთისა ღვთისას ესე იგი რაც არ უნდა ცოდვილი ვიყო ეს დიდი სიმძლავრე ამ ცოდვების ვერ აჯობებს ღვთის კაცმოყვარეობას გამიგენ ზოგიერთი რო ამბობს აბორტიო უნარჩველ ჩვილებთან დაკავშირებით მოყავდათ და რას ამბობდეს სისულელეს საწინააღმდეგოს ღვთისას და მოყავდა რომ როგორო კაცო ჩვენ რო ესე იგი მართალი ჭეშმარიტ ქრისტიანები ვამბობთ რომ უნათლავობა ანუ აბორტს რო ქალი გაიკეთებს ეს სული ვერ იხილავს ღვთისასწრაფოს უნათლობის გამო და ამიტომ არის ზუსტად აბორტი უპირველეს ყოვლისა ამიტომ არის უდიდესი ცოდვა ისინი ამბობდნენ იმ უნათლავი ესე იგი ანუ მუცელში მოწყვეტილი აბორტით ბავშვები ცხონდებიანო პირდაპირ სამოთხეში მიდიან ჯერთი ამას რომელიც მთელიც ამბობდა და ვინც ამბობდა ეს ხო გენოციდია ქართველი კაცი ხალხის მანდა და ეს ხო არანაკლებ დამნაშაულია ვიდრე სპარსელები და არაბები რომლებიც მოდიოდნენ და წმეტდნენ კლავდნენ შეხვამით პირდაპირ წანეშუქს მთემ დედას ვამორტი გაიკეთოს ძმანოდა და გამიგე და მოყავდათ აქ როგორ თუ დედა მოკლავს ბავშვო მუცელშიო და ის ჯოჯოხეთში წავალ მაშინ როგორ ხარცხონდებო ესეთიო იმან ჯოჯოხეთში უშვებოდა შესამოთხეშიო მე სინანულით ანუ რას ამბობდნენ იცი ამით მეორე შეცდომას იმას ამბობდნენ ამით რომ ღვთის კაცმოყვარეობა უფრო ნაკლებია ვიდრე ცოდვიანობა ადამიანის გამიგე მეხუთე ზონა უკვე თუ დაბერებულ ხარ ეს სულ აი პრობლემატური საკითხებია ზოგმა ხვიცის და აბერტი რაღა დროის ჩემი ახსარება და უკვე თუ დაბერებულ ხარ და მიახლებულ სიკვდილის კარიბჭეს ნუ იფიქრებ აღარ შეიძლება სინანული ნუცა წარიკვეთავ სასვებას არამედ გულის და ცოდვათა ერთ წამში განთავისუფლდა ცოდვებისგან თან რა ცოდვებისგან უშობისგან კაცისკვლისგან ძარცვისგან ყაჩაღობისგან ერთ წამში განთავისუფლდა ცოდვათაგან რამე თუ რაინცა იყოს უმოკლეს დროისა მის ესე იგი ერთ წამზე ნაკლები რაღა უნდა იყოს და განთავისუფლდა
ცოდვათაგან. არც სამი ჭაბუკი უზრუნველი იყოს, ნუ ახალგაზრდა იქნება. რო დავბერდები, მერე შევინანებ. არცა მოხუცი სასოც არ ყვეთი. რამე თუ ნუ ამას ოდემ ხედავ, ვითარმე ცოდვათა სავსება, არამედ ესეცა მიხილოთ, ვითარმე ღმერთი ჩვენი კაცმოყარი არის. უკე თუ შევინანო, ყოველივე ცოდვანი ჩვენი ახოცოს. ამისთვის გევედრებით ცოდვანი ჩვენი შევინანო, რათა და ამიტომ დაიწყო ნათლისმცემელმაც ქადაგება შეინანეთ, რათა მარადიულ სატანჯვეს ავჩდე და გვირგვინი გამარჯვებისა მოვიღო მაგლითა და კაცმოყარებითა იესო ქრისტეს. და მე მინდა დავამთავრო, რადგან ვირისობაა და რადგან ქართველები ჩვენ მუდამ ლექსის ხასიათზე ვიქნებით იმ მტერს, სპარსელების და სხვათა დასაძრახად და იმათ დასაცინად თუ გინდა და ასე შემდეგ, ჩვენ მუდამ ასეთ ხასიათზე ვიქნებით, ჩვენ მუდამ ამაღლებული ვიქნებით, ჩვენ ვერ მოგვეწევიან იგინი ვერ რაქვით, რაც არ უნდა გვიქნა, იმიტომ ჩვენ მხარეზეა ვეფხისტყაოსა. და მინდა დავამთავრო მუხრანის ლექსით, კიდევ უფრო იღორძინეს საქართველო, კიდევ უფრო ბევრი შვილი გამოზარდეს სასახელო, კიდევ ერთი რუსთაველი, კიდევ ერთხელ ამღერო, გამხნევდე და გაგვამხნეო, გაგიმართოს საქართველო. ჩვენთან არის ღმერთი. გაგლოცოთ, გაგვრთოთ. მე მინდა კიდევ ერთი